ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა დღეს 21 ივლისს სასიმბოლო შერატონთან გამართული საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს, სადაც მომხდარის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება უარყვეს. მობდავე მიჯნებით ყოველგვარ ძალადობას აცხადებენ პარტიის წევრები, მათივე თქმით, ქუჩაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები არ შეიძლება დემოკრატიის განძლიერებით დამთავრდეს, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა პროტესტი ყოფილი მმართველი პარტიის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგია. Național მოძრაობასთან დაკავშირებით, რაიმერთან დაკავშირებით იყო პატარა ინციდენტი, ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამ ინციდენტს პარალელურად ვემიჯნებით ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ აქ მობილიზებული, მათ გააჩნიათ თავისი გული სათქივარი და ამაში არაფერი არ არის გაურკვეველი, რადგან მათმა ამ 9 წლის განმავლობაში სერიოზული ზიანი მიაყენეს ამ ადამიანებს.